მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია GeoTrader-ი. დღეს გვექნება ბიტკოინის განხილვა, ვნახოთ რა არის მოსალოდნელი უახლოეს პერიოდში. შემდეგი თარგეტი იქნება 80-91000 თუ ჩავდივართ 60,000-ზე ყოფი lows განახლებაზე. მაშასე დავიწყოთ როგორც ყოველთვის კვირის ტაიმფრეიმიდან. ხედავთ რომ ჩამოვედით აი ამ მსხვილ მოცულობით ზონაში, რომელიც არის პოზიციონირებული როგორც მყიდველის მოცულობითი ზონა, მივიღეთ რეაქცია. კარგახანია უკვე ვიმყოფებით ამ ზონაში. შემდეგ ფასი ავიდა აი კვირის FVG-ს, ანუ Fair Value Gap-ის გადასაფარად, გადაფარა, მიიღო რეაქცია, დაღმავალი და ნახეთ სად მოვიდა. მოვიდა ისევ იგივე ზონის, მყიდველის, მოცულობითი ზონის, ზედა ზღვარი დატესტა, ვიღებთ რეაქციას. შემდეგი ჩვენი თარგეტი არის აი ეს FVG დიაპაზონი ამ Fair Value Gap-ის არის 86,000-დან 86,000-მდე, თუმცა რომც ავიდეთ ამ ზონაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთლიანად გადაფარავს ფასი ამ ზონას. თუ ნაწილობრივ შეიძლება გადავფაროთ და შემდეგ ამ ზონიდან ისევ მივიღოთ დაღმავალი რეაქცია და ჩავიდეთ უფრო დაბლა. თუმცა ეს რა თქმა უნდა იმ მომენტში უნდა ვნახოთ. შემდეგი ტაიმფრეიმი იქნება დღიური ტაიმფრეიმი, მარკეტ პროფაილი თვის, თითეული დიაპაზონი, მოცულობითი ზონა, ეს არის ერთი თვე, ეს არის მიმდინარე თვე, მარტის თვე, უკანასკნელი აი ეს ჩამოსვლა რომ განვიხილოთ, ხედავთ რომ low-ზე ფიქსირდება, სანთლების low-ზე ფიქსირდება ანომალიური კლასტერები, რაც მეტყველებს მსხვილი მყიდველის მხრიდან, გარკვეულ შესყიდვებზე. რაც მთავარია, ვხედავთ შემდეგ გუშინდელი სანთელი როგორი მსხვილი მწვანე სანთელია, მოდით სანთლურ რეჟიმში გადავიდეთ. მსხვილი სანთელია მყიდველის, თუმცა ზემოდან ვხედავთ საკმაოდ ძლიერ გაყიდვებს. გამყიდველი ჯერჯერობით საკმაოდ ძლიერად აწვება და ნახეთ სად ვართ. მარტის თვის ფარგლებს, საზღვრებს არ მიაქციოთ ყურადღება, მიაქციეთ ყოველთვის წინა თვის ან კვირის საზღვრებს, მოცულობითი ზონის საზღვრებს ყურადღება. ნახეთ, ჩვენ მოვედით ზუსტად თებერვლის თვის VAH-თან, ანუ value area high-თან, ზედა ზღვართან და ვხედავთ, რა თქმა უნდა, გამყიდველის მხრიდან არის ეს რეაქცია, გამყიდველის მხრიდან ძლიერ ზეწოლას ვხედავთ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ფასი არ რეაგირებს ამ გაყიდვებზე, რაც საკმაოდ პოზიტიური სიგნალია. იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდა აღმავალი მოძრაობა, პირველი წინააღმდეგობა ხედავთ აი ეს დღიური Fair Value Gap-ი იქნება ეს ფასისთვის, საიდანაც მივიღებთ რეაქციას უკვე დაღმავალს, არ მგონია რომ ეს Fair Value Gap-ი ჩვენ რაღაც იმპულსურად გადავლახოთ, რეაქცია შესაძლებელია ჩამოსვლა აი ამ Fair Value Gap-ის გადაფარვაზე და უკვე აქედან გზა ეხსნება ფასს დიაპაზონში 80-91,000, აი ეს წითელი Fair Value Gap-ი არის დღიური გამყიდველის Fair Value Gap-ი ამის გადაფარვაზე, ხოლო 80-დან 86-მდე, როგორც ვთქვი, აი ეს იასამნისფერი, ეს უკვე კვირის Fair Value Gap-ია, როგორც ვთქვი, არ მგონია რომ ჩვენ სრულად გადავფაროთ კვირის Fair Value Gap-ი. თუმცა, რა თქმა უნდა, გამორიცხული არაფერია. რომც მივიღოთ იმპულსი, მეგობრებო, ყოველთვის გახსოვდეთ ის რომ თებერვლის თვის ფასის სვლის პოტენციალი რომ გავზომოთ,
ფასს აქვს დაღმავალი მოძრაობის პოტენციალი დაახლოებით 56-57,000-მდე. შეიძლება, რა თქმა უნდა, არ მოხდეს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ამის ალბათობა. მარტ ის თვე რომ გავზომოთ, იგივენაირად თანაბარი პროცენტულობა გაიარა ფასმა. როგორც ზემოდან პიოსიმდე, იგივენაირად ქვემოდან პიოსიმდე. იმ შემთხვევაში, თუ ნახეთ, მოდით ასეთი სიმულაცია გავაკეთოთ, რაც საკმაოდ მაღალია ამის ალბათობა და ამიტომ შეგვიძლია გავაკეთოთ ერთგვარი სიმულაცია. იმ შემთხვევაში, თუ მარტის თვეში, უახლოეს დღეებში ავედით 91,000-მდე და გავზომოთ, რა თქმა უნდა, გამოდის ისე, რომ პიოსიდან ზემოთ უფრო დიდი მანძილი გაიარა ფასმა, შესაბამისად იგივე მანძილი უნდა გაიაროს პიოსიდან ქვემოთ, გამოდის 60,000-მდე ფასს ექნება სulis პოტენციალი ჩამოსulis. სადაც 60,400 მიჩვენებს, სადაც 60,400-ია, ხვდებით რომ ძალიან დიდი ალბათობა იქნება აი ეს low განახლდეს. გადავიდეთ შემდეგ time frame-ზე, ეს არის უკვე 4 საათიანი time frame-ი. market profile-ი კვირის არის გამოყენებული, თითოეული დიაპაზონი უდრის ერთ კვირას. შეგახსენებთ, რომ ფერადი ფიგურები არის კვალი დატოვებული მსხვილი მონაწილის მიერ, ამის მიხედვით ვაკეთებ გარკვეულ ანალიზს. რა თქმა უნდა, არა მარტო ამაზე დაყრდნობით. ფასი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება აი ამ კვირის მოცულობითი ზონის ფარგლებში, მოხდა ცრუ გარღვევა ზემოდან, ისევ დაბრუნება ამ კვირის ფარგლებში და რატომ ვიძახი, რომ საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება ფასი და უფრო დიდია ვარაუდი იმისა, რომ ავიდეთ ბევრად მაღლა, ანუ ზონაში 80-91,000, ვიდრე პირიქით აქედან განვაახლოთ აი ეს low. რატომ ვიძახი ამას? მოდით შევხედოთ წინა კვირას. რა მოხდა წინა კვირის განმავლობაში? აი ეს არის წინა კვირის მოცულობითი ზონა და იმის წინა კვირა. აი ეს კვირა არის მყიდველის, ვინაიდან ვხედავთ, რომ იქიდან ფასი გამოდის ზემოდან, აკეთებს გარკვეულ манипуляციას. შემდეგ წინა კვირა, ეს არის მიმდინარე, ეს არის წინა კვირა, წინა კვირის განმავლობაში ვხედავთ, როგორი გაყიდვებია, ფასი ჩამოდის უფრო ღრმად. მაგრამ მიაქციეთ ყურადღება, რას აკეთებს ფასი და რა ფიქსირდება ამ ჩამოსვლის დროს. ფასი ჩამოდის მყიდველის ზონაში და ვხედავთ, ამას არ მიაქციოთ ყურადღება, ეს არის გამყიდველის მხრიდან დაფიქსირებული, ასე ვთქვათ, ანომალიური კლასტერები, მსხვილი მოცულობები. მიაქციეთ ყურადღება აი ამ მოცულობებს, შემოვდივართ თუ არა მყიდველის ზონაში ფასის მინიმუმებზე. ქვედა ნაწილში ვხედავთ, რომ ფიქსირდება უამრავი ანომალიური მოცულობა, რომელიც აჩერებს ფასის ვარდნას. ფასი ჩერდება მოცულობითი ზონის ფარგლებში, შემდეგ აკეთებს გარკვეულ манипуляციას, სრულ გარღვევას და იმპულსურად ბრუნდება იგივე დიაპაზონში. ახლა მივაქციოთ ყურადღება, როგორ რეაგირებს ფასი წინა კვირის საზღვრებზე. ანუ ეს არის მიმდინარე კვირა და წინა კვირის გამყიდველის ზონაში როგორ შემოდის და როგორ რეაგირებს. ნახეთ, იმპულსურად შემოდის, ეგრევე გაყიდვები, ცდელობა ფასის გაჩერების, მაგრამ მაღალი მოცულობები და ყიდვები გრძელდება. ფასი გაჩერებულია გამყიდველის ზონაში. ანუ ჯერჯერობით გამყიდველს არ აქვს იმის ძალა, რომ გაიყვანოს ფასი საკუთარი მოცულობითი ზონიდან. კიდევ მოდით ჩავრთოთ fair value gap-ი. მეგობრებო, რატომ განვიხილავ ამას ასე დეტალურად და რატომ გიხსნით ამას ასე დეტალურად? იმიტომ რომ ზოგი ადამიანი, ვინც მიყურებს
და ვინც იყენებს აი ამ პლატფორმას ატას, მას აქვს შეიძლება კონდეს სურვილი შესწავლის ამ პლატფორმის, ან ანალიზის შესწავლის, როგორ რანაირად და ასე შემდეგ, მაგიტომ ასე დეტალურად ხსნი თითოეულ, ასე ვთქვათ, მოძრაობას ფასის იმ ადამიანებისთვის შეიძლება ეს იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მნიშვნელოვანი გამოცდილება. Fair value gap-ი დაფიქსირდა ზემოდან, რაც ნიშნავს იმას, თუ თან 2-ია 4 საათიანი time frame-ის fair value gap-ები, რაც ნიშნავს იმას, რომ ფასი ესე ადვილად იმპულსურად ჩემი აზრით ვერ გადალახავს ამ ზონას, მას ექნება გარკვეული რეაქცია, ჩამოსვლის, უკვე არ მგონია რომ ჩვენ ეს მოცულობითი ზონა ფარგლები მისი ქვემოდან კიდევ დავტოვოთ, შეიძლება უბრალოდ სკვიზი იყოს აი ამ fair value gap-ში და ეგრევე ავიდეთ, აქედან ჩამოსვლა, ისევ ასვლა, შეიძლება მასეთი, მაგრამ ასე ვთქვათ, ამ კვირის ფარგლებში მე ველოდები უფრო კიდევ ერთ აღმავალ მოძრაობას ზონაში 80-91,000 როგორც მინიმუმ. ნუ იმ მომენტში სანახავი იქნება, შეიძლება უფრო მაღლა ავიდეთ, შეიძლება იქამდე ვერ მივიდეთ და ასე შემდეგ. ამით სურს დავამთავროთ დღევანდელი მიმოხილვა, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.